თარგმანება იმათეს სახარებისა ითავინს. სიტყვა იესე და ჰკითხვიდეს მას მოწაფენი და ეტყოდეს, ვით არ იტყვიან მწიგნობარნი ვითარმეთ, ელია ისი ჯერ არს პირველად მოსვლაი, 17:10. სიტყვა იესე საცნაურიყოერსა მას შორის ჰურიათასა და მიმოიქადაგებოდა ქრისტესთვისსა და ელიაისთვის ყოველთა შორის. ამისთვის სამარიტელიცა იგი მეცნიერიყო სიტყვასა ამას და იტყოდა, ვიცი რამე თუ მესია მოვალს, რომელსაც ჰქვიან ქრისტე. ოდეს მოვიდეს იგი მიმითხრას ჩვენ ყოველი. იოანე 4:25 და კვალად ჰურიანი ეტყოდეს იოანეს, ელია ხარა შენ ანუ წინაისწარმეტყველი იგი, იოანე 1:21 უწყებულიყო უკვე სიტყვა იესე ქრისტეს მოსვლისა და ელიაისთვისა, ვით არც ვთქურ, გარნა არა ჯეროვნად გამოითარგმანებოდა მწიგნობართა მათ მიერ. რამე თუ წერილნი ორთა მოსვლათა იტყვიან ქრისტესთა, ამას, რაც აღსრულებულსა და მეორესა მას დიდებით მოსვლასა, ვით არცა იგი პავლე მოციქული ქადაგებს და იტყვის, გამოჩნდა მადლი იგი ღმრთისა იმაცხოვრად ყოველთა კაცთა, სამოძღვრებელად ჩვენ და რაითა უარყოთ უმრთოებაი და სოფლისა გულის თქუმაი, სიწმიდით და სიმართლით და ღმრთის მსახურებით ვცხონდებოდით. ტიტეს მიმართ 2:11-12 აჰა ესე რა ესე სიტყვანი პირველისა ამის ქრისტეს მოსვლისათვის წარმოთქუნა. ისმინე ვით არ მეორესა მასცა მოასწავებს, რამე თუ ზემოწერილნი რა ის სიტყვანი წარმოთქუნა, მეხსეულად შესწინა და თქვა, რაითა მოველოდითო ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებით დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესა. ტიტეს მიმართ 2:13 ეგრეთვე წინაისწარმეტყველნი ორსავე მოსვლასა უფლისასა ქადაგებენ, ხოლო მეორედ მოსვლისა წინამორბედად ელიას იტყვიან ყოფად. რამე თუ პირველისა ამის იოანე იქნა წინამორბედ, რომელსაცა ქრისტე ელიად უწეს. არა თუ ელია იყო იგი და ამისთვის ელიად უწეს, არამედ რომელმისსავე მსახურებასა აღასრულებდა. რამე თუ ვითარცა იგი წინამორბედ ყოფად არს მეორედ მოსვლისა, ეგრეთვე იოანე წინამორბედ იქნა პირველისა. გარნა უშჩულონი იგი მწიგნობარნი და ფარისეველნი ქადაგებასა მას წინაისწარმეტყველთასა ორთა მათ ქრისტეს მოსვლათათვის ფარვიდეს და შეჰრევდეს ურთიერთას, დაერსა მას გარდა აქცევდეს და მეორესა მას ხოლო მოსვლას ახსენებდეს და ეტყოდესერსა ვითარმე. უკვე თუმცა ესე იყო ქრისტე, ჯერ იყო პირველად ელიაის მოსვლაი. ამის ესე ვითარისა პირისათვის ეტყვიან აც მოწაფენი უფალსა, ვით არ იტყვიანო მწიგნობარნი ვითარმეთ, ელია ისი ჯერ არს პირველად მოსვლაი, ისმინეთ უკვე ვით არ განუმარტა ქრისტემან სიტყვა იესე და ჰრქვა ვითარმეთ, ელია მოსვლად არს მაშინინ. პირველ მეორედ მოსვლისა ჩემისა და აცცა მოვიდაო ელია, ესე იგი არს იოანე. მოვიდა ესე მსახურებისა მის აღსრულებად, რომელ მაშინ ეგულების ელიას აღსრულებად. ხოლო უკვე თუ თესბიტელსა ეძიებ, მომავალ არს. ამისთვის იტყოდა სახარებაი, ელია მოვიდეს და კვალა დაგოს ყოველი 17:11. თარგმანი, რაი არს ყოველი იგი, რომელსა კვალა დაგებს. ესე იგი არს, რომელსა პირველვე იტყოდა მალაქია წინაისწარმეტყველი და თქვა, აჰა ესე რამე მოგივლინო თქვენ ელია თესბელი ვიდრე მოსვლადმდე დღისა უფლისა დიდისა და განჩინებულისა, რომელმან მოაქციოს გული მამისა ძისა. ნუ უკვე მოვიდე და მოусრა ქვეყანა ერთბამად. მალაქია 4:5-6. ხედავა უცთომელობასა საწინაისწარმეტყველოისა მის სიტყვისასა. ვინაიდან იოანეს ელია უწოდა ქრისტემან ზიარებისათვის მსახურებისა მათისა, რაითა არ აღგონებდეს ვინ, თუ წინაისწარმეტყველიცა იოანესთვის იტყვის, ამისთვის მამულიცა ქვეყანა იმისი თქვა, ელია თესბელი, რამე თუ იოანე არა თესბელი იყო.
და კვალად სხვაცა სასწაული თქვა ელიაის მოსვლისაი, ნუ უკვე მოვიდე და მოსვრა ქვეყანა ერთბამადო. ამით სიტყვითა მეორე იგი საშინელი მოსვლა იმისი მოასწავა, რამე თუ პირველსა მას მოსვლასა არა მოსვლად ქვეყანისა მოვიდა, ვითარცა თავადი იტყვის, ვითარმედ, არა მოავლინა ღმერთმა მძეთვისი, რაითა დასაჯოს სოფელი, არამედ რაითა ცხონდეს სოფელი მის მიერ. შეადარე იოანე 12:47. ხოლო მეორესა მას მოსვლასა განსჯა და განკითხვათ სოფლისა მომავალ არსს. ამისთვის გამოაცხადებს წინაისწარმეტყველი, ვითარმედ, მაშინ მოსვლად არს თეზბელი, ოდეს განსჯა იყოფად იყოს. და მიზეზსაცა გამოაჩინებს მოსვლისა მისისასა, რაითა მოვიდესო და კვალა დაგოს ყოველი. ესე იგი არს რაითა ასწაოს ებრაელთა, რომელნიცა მაშინ იპოვნენ ქვეყანასაზე და მოგცევათ სარწმუნოებასა ქრისტესსა და ყოველნივე კაცნი და ამტკიცნეს სარწმუნოებასა მისსა, რაითა არა წარწყდნენ ურწმუნოებითა, მორაივიდეს უფალი განკითხვად. ამისთვისცა უფალი იტყვის, ელია მოვიდეს და კვალა დაგოს ყოველი. ესე იგი არს მოაქცინეს მრავალნი ჰურიანი ურწმუნოებისაგან, ვითარცა წინაისწარმეტყველი ფრიად კეთილად იტყვის. რამე თუ არა თქვა თუ მოაქციოს გული ძისა იმამისა, არამედ გული მამისა იძისა. ვინაიდან მოციქულნი ნათესავისაგან ებრაელთა ისა იყვნენ, ამისთვის ებრაელთა მამად მოციქულთა სახელსთვა და თქვა, რაითა მოაქცინესო გულნი ებრაელთან ერწმუნებად ქადაგებისა მის მათგან გამოსრულთა მოციქულთა ისა, ნუ უკვე მოვიდეს უფალი და მოსვნეს ურწმუნონი იგი რისხვითა თვისითა. ამის ესე ვითარისა პირისათვის თქვა უფალმან, ვითარმედ, ელია მოვიდეს და კვალა დაგოს ყოველი. და მეხსეულად იტყვის და წახარებაი, ხოლო გეტყვით თქვენ, რამე თუ ელია აწვე მოვიდა და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რავდენი უნდა. ეგრეცა ჯერ არც ცისა კაცისა ივნებად მათგან. მაშინ გულისხმა უყვეს მოწაფეთა, რამე თუ იოანეს ნათლისმცემელისათვის რქვა მათ 17, 12, 13. თარგმანი, დღითი დღე აღორძნდებოდა მათ შორის გულისხმის ყოფაი და მეცნიერებაი. ამისთვისცა კეთილად გულისხმა ყვეს, ვითარმედ იოანეს ნათლისმცემელისათვის რქვა მათ. რამე თუ მოიხსენეს სიტყვა იმისი, რომელიც სხვასა ადგილსა რქვა მათ, ვითარმედ, იგი არს ელია, რომელი მომავალ არს, მათე 11, 14, ვითარმედ იოანე მსგავს არს მომავალისა მის ელია ისა. ხოლო ესე ნუცდომილად ვის ჰგონიეს სიტყვაი, რომელოდეს მე იტყვის, ვითარმედ, ელია მოვიდეს და კვალად იტყვის, ელია აწვე მოვიდა. რამე თუ ოდეს თქვას, თუ ელია მოვიდეს და კვალა დაგოს ყოველი, ელიას თეზბელსა იტყვის, ხოლო ოდეს თქვას, თუ ელია აწვე მოვიდა, იოანეს იტყვის ნათლისმცემელსა, რომელსაც ერთობისა მისთვის მსახურებისა ელიად სახელს დებს. ესე იგი არს ვითარცა იგი მეორისა მის მოსვლისა ყოფად არს წინამორბედ, ეგრეთვე ესე პირველისა ამის იქმნა წინამორბედ. და კვალად რაითა ამით სახითა აჩვენოს, ვითარმედ ახალი ესე სჯული და ძველი ერთსა ზედა ქადაგებასა ურთიერთას ეწამებიან. ამისთვის იტყვის, ელია აწვე მოვიდა და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რავდენი უნდა. ესე იგი არს, საპყრობილეთ შეაწყვდიეს, შეურაცხყვეს, მოკლეს, თავი მისი ლანკნითა შორის მოსუმურთა შემოიღეს, ხელთა ბორგნეულისა მის მროყველისათა მისცეს. ეგრეცა ჯერ არს ცისა კაცისა ვნებად მათგან. ხედავა ვითარ ჟამსა ჯეროანსა მოახსენა ვნება ითვისივნებისა მისგან იოანესა, ნუ გეშინის ცემისა შემოღებად მოწაფეთა? ხოლო ვნებაი რა ითვისი ახსენა, მეხსეულად სასწაულნიცა აღასრულნა, რამე თუ ესე მარადის სახილულ არს სახარებასა შინა, ოდეს ვნებისა თვისისათვის ეტყოდის,
პირველსა და შემდგომაც სასწაულთა აღასრულებს, რაით არა შეორგულდნენ მოწაფენი, არცა მოუძლურდნენ მწუხარებისაგან. რამე თუ პირველ ამისა, ოდეს იგი ზეგარდამომა მამან გამოუცხადა მოციქულთა და აღაღოპირი პეტრესი და აღმოათქმია სიტყვა ღვთისმეტყველებისაი, ვითარმეთ, შენ ხარ ქრისტე, წე ღმრთისა ცხოველისაი, მათე 16 ამისა შემდგომად იტყვის მახარებელი, ვითარმეთ, მიერითგან იწყო იესო უწყებად მოწაფეთათვის და ვითარმეთ ჯერ არს მისა იერუსალიმ დახსლაი და ფრიად ვნებაი. მათე 16:21 და 10 კვალად ვინაიდან მთასაზე და საკვირველი იგი ხილვაი უჩვენა და წინა ის წარმეტყველნი წარმოადგინა მოწამეთ დიდებისათვის ისა და სიტყვა ესე იოანესთვის თქვა, ვითარმეთ, ელია აწვე მოვიდა და უყვეს მას, რაოდენი უნდა. მეხსეულად თვისივნებაი მოახსენა და hrქვა, ეგრეცა ჯერ არც ცისა კაცისა ვნებად მათგან, და კვალად შემდგომად მცირედისა ოდეს განხადა ეშმაკი იგი, რომელი ვერ უძლეს მოწაფეთა განხდათ, იქცეოდეს რაი გალილეას, hrქვა მათ. ჯერ არც წე კაცისა იმიცემათ ხელთა კაცთასა და მოკლან იგი. და მესამესა დღესა აღდგეს. ხოლო იგინი შეწუხნა სოფრიად. მათე 17:22-23 ამისთვის ვითარცა ვთქო ოდეს ვნებისათვის ისათვის ეტყოდის, სასწაულთაც აღასრულებს ნუგეშინისცემად მათა, ვითარცა ესე რა იტყვის. წახარებაი და ვითარცა მოვიდეს იგინიერისა მის, მოუხდა მას კაცი ერთი, მუხნი დაიდგნა მის წინაშე და ეტყოდა, უფალო, შეიწყალე ძე ჩემი, რამე თუ ცისად ბოროტად იგუემების, რამე თუ მრავალგზის შთავარდის იგი ცეცხლსა და მრავალგზის წყალსა. და მოუჰგუარე იგი მოწაფეთა შენთა და ვერ შეუძლეს განკურნებად 17, 14, 16. თარგმანი ამას კაცსა სარწმუნოებითა დიდად უძლურად გამოაჩინებს წერილი. ამისთვის წაიტყვის მარკოს ვითარმეთ, hrქვა უფალსა, რაი ძალგიც შემეწიე ჩვენ. და უფალმან მიუგო ვითარმეთ, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა. და კვალად ხმაყო კაცმან მან, მრწამს შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა. მარკოზი 9:22-24 ხოლო ვინაიდან იგი ესრეთ უძლური პოა სარწმუნოებითა და ესე იქნა მიზეზ არაგანსვლისა ეშმაკისა მის, რაისათვის აბრალებს უფალი მოწაფეთა და ეტყვის, ვითარმეთ, მცირედ მორწმუნეობითა თქვენითა არა განვიდა ეშმაკი იგი. ესე ამისთვის რამე თუ ენება გამოჩინებათ ვითარმეთ შესაძლებელიყო მათგან უკვე თუმცა სრულისა მის სარწმუნოებისა საზომსა იყვნენ თვინიერ სარწმუნოებისაცა კაცისა მის განკურნებად ძისა მისისა. და ესე მრავალგზის იქნების, ოდესმე მომავალნი იგი კურნებად სიმხურვალისაგან სარწმუნოებისათვის ისა უდარესთაგანცა მიემთხვევიან კურნებასა, და კვალად მრავალგზის სასწაულისა მოქმედთა მათ სრულებამან ურწმუნოთაცა შეუძლო განკურნებად. და ამის ორისავე სახე იპოების წერილთა შინა, რამე თუ კორნელიოს და მის თანანი მათისა მის მხურვალისა სარწმუნოებისაგან ღირს იქნეს სულისა წმიდისა მოღებად, და კვალად ელისეს ზეგუამი მკვდრისა იშთააგდეს საფლავსა ელისესა არა სარწმუნოებისათვის. არცა აღდგინებად მკვდრისა მის, არამედ შიშისა მისგან მტევებართა ისა ვერ უძლეს მკვდრისა მის დაფლა და შთააგდეს იგი საფლავსა ელისესსა. და მირაი ახლა მკვდარი იგი ძუალთა მის წმიდისათა, ძალითა სიწმიდისა მისისაითა აღდგა მეხსაშინა. ამისთვის უფალმან აბრალა მოწაფეთა ვითარმეთ ვერსრულებისათვის სარწმუნოებისა იქნა ვერ შეძლება იგი სასწაულისა იმის. რამე თუ ყოფასა მას უფლისასა თაბორსაზე და სამთა მათ თანა მოწაფეთა, სვეტთა ეკლესიისათა, მოუხდა კაცი იგი სხვათა მათ მოციქულთა, და ვერ უძლეს განძებად ეშმაკისა მის. ხოლო იხილეთ უგუნურებაი კაცისა იმის, ვითარ წინაშე ყოვლისა ერისა მოუხდა უფალსა და აბრალებდა მოწაფეთა მისთა და იტყოდა,
მოუხკუარე იგი მოწაფეთა შენთა და ვერ უძლეს განკურნებად მისსა. ამისთვისცა უფალმან მისზე და დასტვა ბრალი და სხვათა მათ ჰურიათა, რომელნი დაბრკოლდებოდეს ვერ შეძლებისათვის მოწაფეთა ისაქმნად სასწაულისა მის. სახარეებაი, მიუგო იესუ და ჰრქვა მას, ჰოინათესავი ურწმუნოი და გულარწნილი. ვიდრემდე თქვენთან ავიღო? ვიდრემდე თავს ვიდებდე თქვენსა? მომგვარეთ მე იგი აქა. და ვითარცა მოჰგვარეს, შეჰრისხნა მას იესო და განვიდა მისგან ეშმაკი იგი და განიკურნა ყრმა იგი მიერ ჟამითგან 17 თარგმანი რა ჟამს თქვა თუ ვიდრემდე თქვენთან ავიღო, გამოაჩინა ვითარმე და არა სამძიმარ ანუ საშინელი ხომისა სიკვდილი იგი ჯვარცუმისაი, არამედ უფრო ისაც საწადელ ცხოვრებისათვის ჩვენისა. და უმეტესად მათ შორის ქცევა იყო მძიმე და მათისა მის გულარწნილებისა თავსდებაი. ხოლო ბრძანა რაი მოყვანებაი მისი და მოჰგვარეს, მეხსეულად სულმან მან არაწმიდამან დააკვეთა იგი ვითარცა მარკოზ იტყვის და ვითარცა დაეცა ქვეყანასა გორვიდა და პეროოდა. მარკოზი 9:20 ესე ყოველი ურწმუნოებისაგან იქნებოდა კაცისა მის, რაითამცა მოვიდა სარწმუნოებად. ამისთვისცა ჟამიცა ჰკითხა, რაოდენი ჟამი არს ვინაითგან ყოფილ არს ესე მაგისთანა, რაითამცა მოიყვანა იგი თქუმად სიტყვათა სარწმუნოებისათა. ხოლო ვინაითგან მან თქვა ვითარმედ, სიყრმითგან. და რაი ძალგიც შემეწიე ჩვენ, მიუგო უფალმან, რაი ძალგიც ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა. მარკოზი 9:21-23 რამე თუ ოდეს იგი კეთროანმან მან ჰრქვა, უფალო, უკვე თუ გინდეს, ძალგიც განწმე დაიჩემი და წამა დიდი იგი ხელმწიფება იმისი, აქო იგი უფალმან და დაამტკიცა სიტყვა იმისი და ჰრქვა, ნებავს განწმიდენი, ლუკა 5:12-13, ხოლო ამან ვინაითგან ვერ არა ღირსი ხელმწიფებისა მისისა ითქვა, არამედ რაი ძალგიც შემეწიო, მიუგო იესო, რაი ძალგიც ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა. ხოლო სიტყვა ესე ესრეთ არს ვითარმედ, ესოდენ არს სიმდიდრე ძლიერებისაი ჩემთანა, ვიდრეღა ხელმეწიფების სხვათაცა მიცემად მადლის ასწაულთ მოქმედებისაი. და შენცა უკვე თუ ვითარცა ჯერ არს გრწმენეს ჩემ და მომართ, ძალგედვას ამისაცა განკურნებად და სხვათა მრავალთა. ესე რა ითქვა, განკურნა ყრმა იგი. ხოლო ჩვენ ნუ ამისგან ხოლო გულისხმობთ განგებულებასა მისსა და მოღვაწებასა კაცთასა და სიმრავლესა ქველის მოქმედებისა მისისასა, რომელგან ხადა ეშმაკი იგი, არამედ მისვე ჟამისაგან, ვინაიცა შეუნდო შესვლად მისა. რამე თუ უკვე თუმცა არა წამის ყოფაი კაცთ მოყვარებისა მისისაი ფარვიდა, ადრევემცა მოეკლა იგი სულსა მას არაწმიდასა, ოდეს იგი ცეცხლსა შთააგდებდა და წყალსა, რაითამცა წარწმიდა იგი. უკვე თუმცა არა აყენებდა და აღარ ასხმიდა სიბორგილესა მისსა განგებულება ღმრთისაი, ვითარცა სხვასაც ადგილსა ვთქუთ ორთა მათთვის ეშმაკეულთა, რომელნი უდაბნოთა გარე იქცეოდეს და იკოდდეს თავთათვის და ლოდითა. ხოლო სიტყვისა მისთვის თუ ცისად იგუემების, ნუ ვინ განკვირდების, რამე თუ არა მახარებელისაი არს სიტყვაი, არამედ მამამან მის ყრმისამან თქვა ესრეთ, და სხვასაც ადგილსა რომელი თხვის მახარებელი ვითარმედ, მრავალნი ცისად გუემულნი განკურნა, შეადარე მათე 4:24 სიტყვისა ებრერისა მის თქვა ესრეთ, არა თუ თვით მოიღო სიტყვაი ესე. რამე თუ ენება ეშმაკსა რაითამცა მნათობსა მას, ღმრთისა მიერ განათლებად ღამისა დაბადებულსა, თუ არესა ზედა დასტვა ბრალობაი ბოროტი და დაარწმუნამცა კაცთა, თუ მიზეზ რაიმე არს იგი ესე ვითარდასნებათაი. ამისთვის ოდესმე სიჩჩოსა მისა შეიპყრობს უფლებულთა მათ მის მიერ და სავსებასა მისა დასცხრების, და კვალად რომელთამე სავსებასა მისა შეიპყრობს და ცხრომასა მისა დაუშვებს.
არა თუ მთვარისაგან იქნების ესე. ნუ იყოფინ. არამედ ეშმაკი უკეთურებითათვის ითაიქმს, რაითა მნათობი იგი საბრალობელ ყოს. ამისთვის ცაცთომილი გულის სიტყვაი დაემკვიდრა უგუნურთა თანა და ესე ვითართა მათ ეშმაკეულთა ცისად გუემულად სახელს სდებდეს სიტყვითა სიცრუისაითა და გონებითა ცთომილითა. ხოლო მის ჩვეულებისათვის მრავალთაისა და ვითარცა კაცთა მიერ სახელი იგი ჩვეულიყო, თქვა მახარებელმან. არა თუ მას ეგრეთ შეერაცხა. ნუ იყოფინ. არამედ არა იყო ჟამი ამის პირისათვის თქუმად, თუ ცთომილი არ სიტყვაი ესე, რამე თუ იგი წინამდებარი სამის აღწერად მოსწრაფე იყო და ამათ ესე ვითართა თანაც არ ხდებოდა. სახარებაი მაშინ მოუხდეს იესოს მოწაფენითვისაგან და hrქვეს, რაისათვის ჩვენ ვერ შეუძლებთ განძებად მას. ხოლო თავად მან hrქვა მათ, მცირედ მორწმუნეობითა თქვენითა. ამენ გეტყვით თქვენ, უკვე თუ გაქუნდეს სარწმუნოება ვითარცა მარცვალი მდოგვისაი, hrქვათ ფთასა ამას, მიიცვალე ამიერიქი. და მიიცვალოს და არ არა ის შეუძლებელი ყოს თქვენ მიერ 17, 19, 20. თარგმანი შიში შეუხდა გულსა მოწაფეთასა და ურვაი, ვითარმეთ, ნუ უკვე წარწმიდეს მადლი იგი რწმუნებული მათ და რამე თუ მიეღო ხელმწიფება ისულთა ზედა არაწმიდათა. ამისთვის ვითარცა საქმისათვის დაფარულისა, თვისაგან ჰკითხვენ უფალსა. და თავად მან განომარტა მათ, ვითარმედ ვერსრულებისაგან სარწმუნოებისა შეემთხვია, არა თუ სხვისა რაისმე ბრალისთვის. ხოლო უკვე თუ ვინ თქვას ვითარმედ, რაისათვის ეტყოდა, უკვე თუ გაქუნდეს სარწმუნოება ვითარცა მარცვალი მდოგვისაი, hrქვათ ფთასა ამას, მიიცვალე ამიერიქი. და მიიცვალოს. ოდესსა და მიცვალეს მოციქულთა მთაი ადგილით თვისით. ესრეთ გულისხმატყავ მეტყველმან მან, ვითარმედ ფრიად უაღრესნი და უზეშთა ესნი საქმენი ქმნეს მათ შეცვალებისა მთათაისა. იხილეთ, რავდენი მკვდარნი აღადგინეს. რავდენ უკვე უმეტეს არს და უზეშთა ეს სრულისა გვამისაგან მოქცევად გვამადვეთვისა და სიკვდილისა განდევნად გვამისა მისგან და აღდგინებად სამარესა შეწყვილდეულისა, ვიდრეღა შეცვალება იმ მთისა ადგილით თვისით. ხოლო ესეცა საცნაურ არს ვითარმედ მრავალთა წმიდათა, ფრიად უდარესთა საზომისა მის მოციქულთაისა, პირველ არა მრავლისა ჟამისა ჩვენისა ამის ნათესავისა შეცვალნეს ფთანი ადგილით თვისით, რამე თუ სახმარ იქნა საქმე იგი. ამით უკვე გულისხმისა ყოფილა არს ვითარმედ უკვე თუმცა საძიებელ რაიმე ქმნილიყო ესე მოციქულთაზე, ფრიად უადვილესადმცა შეეცვალა მათ, ვიდრეღა შემდგომთა მათთა. რამე თუ რომელთა უაღრესნი სასწაულნი აღასრულნეს, ესე უდარესი ვითარმცა არ აქმნეს. და კვალად ესეცა გულისხმატყავ მეძიებელმან ამის სიტყვისამან, ვითარმედ, არა თუ ყოველნი სასწაულნი, რომელნი ქმნეს მოციქულთა აღწერილ არიან, უფრო ისღა უმრავლესნი აღუწერელ არიან. და ესეცა უკვე თუ ქმნეს, შეცვალება იმ მთათაი და არა აღიწერა, რა ისაკვირველ არს. ხოლო მაშინ არა აქონდა ჯერეთ სრული იგი საზომის სარწმუნოებისაი, არამედ შემდგომად ჯვარცუმისა და აღდგომისა უფლისა და ზეცად ამაღლებისა და სულისა წმიდისა მოსვლისა მიიწინეს სრულებასა მას. ამისთვისაც ეტყვის უფალი, უკვე თუ გაქუნდეს სარწმუნოება ვითარცა მარცვალი მდოგვისაი, რამე თუ მდოგვი რაღაცა თუ საზომით ამცირე არს, არამედ სიფიცხითა სხვათა თესლთა უმეტეს არს. ამისთვის წაახსენა მდოგვი, რაითა გამოაჩინოს ვითარმედ უმცირესაცა ნაწილსა ჭეშმარიტისა მისთა სრულისა და შეუორგულებელისა სარწმუნოებისასა დიდთა საქმეთა შემძლებელ არს აღსრულებად, ვიდრე მთათა ცვალებადმდე და უმეტესცა.
ამისთვის შესძინა, ვითარმეთ, არ არა ის შეუძლებელი იყოს თქვენ მიერ. ხოლო თქვენ, ძმანო, გულისხმაყავთ მათთა მათ გონებათა სიკეთე და სულისაწმინდისა ძალი. მათი სიკეთე ამისთვის, რომელ არცა ერთსა დაჰფარვენ ბრალობასათვისა და კვალად ძალი სულისაწმინდისაი ამისთვის, რამე თუ რომელთა იგი არცა მარცვლისა სწორად ნდოგვისა აქ უნდა სარწმუნოებაი, ესრეთ აღამაღლნა. ვიდრეღა წყარონი და მდინარენი სარწმუნოებისანი აღმოაცენა მათგან. სახარებაი, ხოლო ესე ნათესავი ვერ არაით შესაძლებელ არს განსვლად, გარნა ლოცვითა და მარხვითა 17:21. თარგმანი, კეთილად და ჯეროვნად განუწესა მათ სათნოებაი მარხვისაი, რამე თუ ნამდვილად საძიებელ არს ესე და სახმარ განსადევნელად ეშმაკისა. და ნუ ვინ იტყვის, თუ ვიეთმეთ ვინიერ მარხვისაცა განხადეს ეშმაკი. რამე თუ რაღაცა თუ ჩვენ და არა საცნაურ არს, არამედ იგინი, რომელთაცა განხადეს სადა ეშმაკი, ლოცვითა და მარხვითა შეზღუდული იყვნენ. ხოლო რაღაცა თუ თქვას ვინ, თუ იპოვნეს სადა ვიეთნიმეთ ვინიერ ფრიადისა მარხვისა მაოტებელად ეშმაკთა, გარნა ეშმაკეული ვერსა და ვინ პოს თვინიერ მარხვისა განკურნებული, რამე თუ ყოვლისა უმეტესად ესე უხმს შეკრძალვაი, რომელნი შეპყრობილ არიან სულთაგან არაწმიდათა, რაითა განეყენენ შვებისაგან და შეაიძღნენ თავნითვისნი მარხვითა ფრიადითა და მარხვასა თანა მოიგონ ლოცვა იცალმობიერი. და ამათ სათნოებათა სარწმუნოებით ურთძალულს მრავალთა ბოროტთა განხსნად კაცისა და მრავალთა კეთილთა მოცემად. სწავლა ინს მარხვისათვის და მომთვალეთათვის. რამე თუ მარხვაი და ლოცვაი კაცსა ანგელოზ ყოფენ და ზეცისა მხედრობათა მობაძავად გამოაჩინებენ. აც უკვე რომელსა ენებოს ჭეშმარიტისა ლოცვისა და მარხვისა მოგებად და წარჰმართნეს ესე სათნოებანი, სანატრელ არს იგი, რამე თუ ესე ვითარსა მას არა უხმს მრავალი საფასე. რომელსა არა უხმდეს მრავალი, არა იქმნების ანგაჰრ, რომელი განეშოროს ანგაჰრებასა, იგი შემძლებელი იქნების წარმართებად მოწყალებისა. კაცი მარხველი სუბუქად მდგომარე არ ლოცვასა, გულის თქუმათა ბოროტთა დაშრეც, ზუაობასა და სილაღესა გულისასა და ამდაბლებს, ლმობიერად შეურდების ღმერთსა და ითხოვს წყალობასა. ამისთვისცა მოციქულნი მარადის მარხვითა და ლოცვითა აღასრულებდეს დღეთა მათთა. რომელი ილოცვიდეს მარხვით რთვან არს ლოცვა იმისი და უმხურვალეს ცეცხლისა, საშინელ არს იგი ეშმაკთა და შემწუელ ძალისა მათისა. და რაიმცა იყო უძლიერეს კაცისა, ჭეშმარიტთა ლოცვათა აღმასრულებელისა. უკვე თუ ქურივმან მან მოწყალე ხომ საჯული იგი, რომელსა არცა ღმრთისა ეშინოდა, არცა კაცთაგან ხრცხვენოდა, უწყინოდ ვედრებითა თვისითა, ლუკა 18:2 რაოდენ უმეტესად მოწყალე ყოს კაცმან სახიერი იგი და მოწყალე ღმერთი. უკვე თუ მარხვითა შეემზადოს თვისი იგი ვედრებაი და ლმობიერებითა სიწმიდისაითა და განაგდოს თავისათვის ისაგან შვებაი და სიმაძღრე მუცლისაი. ხოლო უკვე თუ მარხვაი ფრიადი ვერ ძალგიც, კაცო, უძლურებისათვის ხორცთაისა, მოიწყვიდან შვებანი და სანოაგენი და ყოველივე სახეუზომოისა ნაყროვნებისაი, და ესეცა არავე შორს არს წესისა მისგან მარხვისა. და ესეცა შემძლებელ არს დახსნათ სიბორგილესა ეშმაკისასა, რამე თუ არ არაი არს ესრეთ საყვარელ და საწადელ ეშმაკისა, ვით არ შვებაი და მთვრალობაი, რამე თუ წყაროი არს ესე და დედაი ყოველთა ბოროტთაი. ამის მიერ ოდესმე ისრაიტელნი კერპტ მსახურებად შთაყარნა, ამის მიერ სოდომელნი უშჩულოითა მით აღაზრზინა ტრფიალებითა, ვით არც იტყვის წინა ის წარმეტყუელი, ვით არმეთ, ესე უშჩულოებაი სოდომელთაი არს. რამე თუ ამ პარტავანებითა და სიმაძღრითა პურისაითა და ნაყროვნებითა სანოაგეთაითა იშვებდეს. ეზეკიელი 16:49 ამის მიერ სხვანი მრავალნი წარწმიდნა მტერმან მან სულთა ჩვენთამან და ცეცხლსა გეჰენიისასა შთახადნა,
რამე თუ რაიმცა იყო იგი ბოროტი, რომელი არა იქნების შვებისაგან და მთვრალობისა. ესე კაცსა უძვირეს ღორთასა გამოაჩინებს, რამე თუ ღორი მძვირესა შინა იმცუბების და საჭმელ მისა არს სიმღრალე, ხოლო მომთვრალე ფრიად უძვირეს არს ამისა, რამე თუ გულის თქუმათა მოიპოვებს, უცხოთა ბუნებისაგან და ტრფიალებათა უშჯულოთა და ფრიად საძაგელთა, და უფრო ისხავ თქვა, თუ ეშმაკეულთაგან არ არაითაგან ყოფილ არს ესე ვითარი იგი. ეშმაკეულთა ყოველნის წყალობენ, ხოლო კაცი მომთვრალე ყოველთას წაგს და სცულობენ ამისთვის, რამე თუ ნეფსით თვისით მისცემს თავსათვისა წარსაწყმედელად და ყოფს პირსათვისა და თვალთა და საყნოსელთა და ყოველთავი ასოთა უსაძაგელეს მძვირისა. ხოლო შინაგანი თუ მისი იხილო, სული იგი ვითარცა ზამთარსა შინა და ნეფხვასა ძნელსა განკინული და უხმარე ყოველსავე ზედა საქმესა კეთილსა, ხოლო ბოროტთა საქმეთა მიმართ მხურვალე და მოსწრაფე. ბრცხვენის თქუმად მრავალთა მათ ბოროტთა, რომელნი შეემთხვევიან კაცთა მთვრალობისაგან, არამედ დაუტეო კაცად შინაგანსა გონებასა, რაითა მან ამხილოს მოქმედთა მათ ბოროტისათა. და მესმის მრავალთაგან ვითარი ტყვიან, ოდეს ესმნენ საქმენი უჯერონი, მთვრალობისა მიერ აღსრულებულნი, ნუმცა არსო ღვინოი. ჰოი უგუნურება ესე. სხვანი იქ მან ბოროტსა და შენ ნიჩთა ღმრთისათა აბრალება, კაცო უგულის ხმო? არა თუ ღვინო მან ქმნა უჯეროება იგი, არამედ ბილწება მან უძღებად მსუმელთამან. ესრეთ უკვე იტყოდე შენ ვითარმეთ, ნუმცა არს მთვრალობაი, ნუმცა არს უძღებად შვებაი. ხოლო უკვე თუ იტყვი, ნუმცა არს ღვინოი, რამე თუ მისგან იქმნების მთვრალობაი, კვალად სხვასა ჟამსას თქვა, ნუმცა არს რკინაი, რამე თუ იქმნებიან კაცის კლანი, ნუმცა არს ღამე, რამე თუ იპარვენ პარავნი, ნუმცა არს დედაკაცი, რამე თუ იმრუშებენ მეძავნი. და ესრეთ ყოველთავე დაბადებულთა დახსნა ის თქვა შენ. გარნა ნუ ესრეთ იქმ. რამე თუ ესე საქმე საეშმაკოი არს, ნუცა აბრალებ ღვინოსა არამედ მთვრალობასა. რამე თუ ღვინოი მოგვეცა სიხარულად წესიერად, არა უშვერებად უწესოთ, ღვინოი მოგვეცა სენთა საკურნებელად, არა სენთა აღმაორძინებელად, ხორცთა განმაძლიერებელად, არა თუ ხორცთა და სულისა დამხსნელად. კეთილი ნიჭი მოგვანიჭა ღმერთმან, ხოლო ჩვენ უზომოებითა ვყავთ იგი შეურაცხ. ისმინე, რასა ეტყვის პავლე ტიმოთეს, ნუ წყალსა ხოლო სვამ, არამედ ღვინო იცა მცირედ იხუმე სტომაქისათვის და ზედა ისედა უძლურებისა შენისათვის. პირველი ტიმოთეს მიმართ 5:23, ხოლო უკვე თუ ტიმოთე, კაცმან მან წმიდამან, უძლურებასა შინა ესოდენსა არა თავსიდვა სუმაი ღვინისაი, ვიდრემდე უბრძანა მოძღვარმან, რაიმე სიტყვა იმიუგოთ ჩვენ ღმერთსა, რომელნი ესე სიმართლესა შინა ვითრვებით. მას ეტყოდა მოციქული, ღვინოი მცირედ იხმიე სტომაქისათვის, ხოლო თქვენ მომთვრალეთა მაგათ, კაცადსა გეტყვის, ღვინოი მცირედ იხმიე სიძვათათვის, რომელთა შთაღვარდები მთვრალობითა, გინებათათვის საძაგელთა, რომელთა აღმოიტყვი, რა ჟამს ცნობასა მიხდე სხვათა მათთვის ბილწთა გულის თქუმათა, რომელნი იშვებიან მთვრალობისაგან. ღვინოი სიხარულად მოგვეცა, ვითარცა იტყვის, ღვინო მან ახარეს გულსა კაცისასა, ფსალმუნიას 3:15, ხოლო თქვენ მომთვრალენო ესე ვითარი ესე საქმე მისიგან ხრყვენით, რამე თუ ვითარიღა არს სიხარული იგი. ოდეს კაცმან გონება ითვისი წარიწყმიდოს და მიმოიჭრებოდის და ყოველივე გარემოსვლად უჩნდეს, და თვალნი მისნი ბნელიყვნენ და ყოველივე ბოროტი თავსა ზედა მისსა დაკრებულიყოს და სული მისი დანთქმულიყოს მძვირესა ცოდვისასა. ამას ესე ვითარსა არა თუ ყოველთავ ეტყვი და უფრო ისხავ თქვა, თუ ყოველთავ ეტყვი. არა თუ ყოველნი ითრვებიან. ნუ იყოფინ. არამედ რომელი იგი მომთვრალეთა არა მომთვრალენი უგულებელს ყოფენ და არა იღუწიან, ამისთვის ვაბრალებ.
რამე თუ მკურნალიცა მივიდის რაი და იხილის სნეული უღუწოლელად, არა მას აბრალემ, არამედ მისთანა მყოფთა მათ. ეგრეთვე მე თქვენ და მომართ ვიტყვი და გევედრები, თავნიცა თქვენი შორსყვენით მთვრალობისაგან და მომთვრალენიცა იღო აწენით ზედა ისე და სწავლითა და შერჩულითა მოქცევად ბოროტისა მის ჩვეულებისაგან, რაითა არა უძვირეს პირუტყუთას აყვნენ თავნითვისნი. რამე თუ პირუტყუნი უმეტეს სახმრისა არ არას ეძიებენ, ხოლო ესენი უუბუნურეს მათსა არიან, რამე თუ საზომი იგი სახმრისა ისრულად დაუიწყებიეს. პირუტყუთა არავინა იძულებს უმეტეს წესისა ჭამად ანუ სუმად, რაითა არასავნებელი ყოს, ხოლო თავთათვის დაუბუნურნი ესე მომთვრალენი პირუტყუთა სწორადსა არა იღუწიან, არამედ ესოდენსა შთაისხმენ ღვინოსა, ვიდრემდის ყოველი სენი მათ შეედვას. და არა მას ხოლო დღესა მთვრალობისასა შეედების სალმობაი, არამედ მთვრალობაიღა წარხდის, სალმობანი იგისულისა და ხორცთანი ეგნიან. და გესლი რაი მთვრალობისა იმის მოჰქარდის, კვალად სხვასა ეძიებ და გეოცებინ ღვინოი და ჭურნი და საწდენი და ფიალები ღვინის სასუმლები. და ვითარცა რაი ნავი დამძიმებული ტვირთითა უზომოითა მიეცეს რაი ღელვათა სიმძაფრესა, ყოველივე ზღვად შთააბნის, რაღაცა თუ ღელვა იგი დასცხრის, არამედ სხვევაი რომელ შეემთხვია, ეგის საკდემელად მათ და ეგრეთვე მომთვრალეთა შეემთხვევის, დაითხრნიან რაი, გარდააბნიან ყოველივე, რაიცა აქ მკეთილი, გინა თუ სიწმინდე ხორცთაი, გინა თუ რიდობაი, გინა თუ გონიერებაი, გინა თუ სიბრძნე ან თუ სიმშვიდე, გინა სიმდაბლე. ყოველივე ესე შთას თხის მთვრალობამან ზღვასა მას უშჯულოებისასა და სული იგიმენავეთ მოძღვარი მათთანავე. და ანთქის. რაღაცა თუ სადმე მთვრალობა იგი მოჰქარდის, სხვევა იგი კეთილთა მათ საქმეთაი რომელნი წარწყმილნა, სადაღამცაპოა. ამისთვის თქუმულ არს ვითარმეთ, მთვრალობითა სასუფეველი ცათაი ვერ ვინიხილოს, ამისთვის იტყვის მოციქული, ნუ სცდებითო, არცა მეძავთა, არცა კერპტმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა მამათა მავალთა, არცა ჩუკენთა, არცა მპარავთა, არცა ანგახრთა, არცა მომთვრალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ. პირველი კორინთელთა მიმართ 6:9 აჰა ესე რა იხილეთ რაბამთა ბოროტთა თანა აღრაცხა მთვრალობაი, რამე თუ ნამდვილე მათ ყოველთა მოყვასი არს და მიზეზი. აც უკვე, კაცნო, გულისხმოვხოთ და არ არა ისა ამის და უსარგებლოისა საქმისათვის ნუ მივსცემთ თავთა ჩვენთა ესე ვითართა ბოროტთა და სულისა წარწყმედასა. არამედ განვეშორნეთ შვებისაგან და მთვრალობისა და მარხვითა და ლმობიერად ვედრებითა ღმრთისაითა აღვასრულნეთ დღენი ჩვენი, რაითა ვპოვოთ მოტევება იცოდვათაი და საუკუნეთა მათ კეთილთა ღირს ვიქმნეთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდებაი და სიმტკიცე თანამამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.